ლელიანის სათემო რადიოს ეთერში გთავაზობთ ქალთა საკითხებზე შექმნილ რადიო პიესას „თეთრი კარავი“. პიესა შედგება 14 ეპიზოდისგან, რომლის მოსმენაც შესაძლებელია ლაივ რეჟიმში 4 შაბათს და შაბათს შუადღის 3 საათზე. რადიო პიესა შეიქმნა პროფესიონალი სცენარისტების მიერ პროექტის ფარგლებში „მისი ხმა“. აღნიშნული პროექტი ემსახურება ქალთა გაძლიერებას და მათ ჩართულობას თემის ცხოვრებაში, ეკონომიკურ საქმიანობაში, პოლიტიკაში, კულტურულ ცხოვრებაში. პროექტის ფარგლებში საქართველოს რეგიონებში შექმნილია 12 სათემო რადიო. პროექტი „ჩემი ხმა“ დაფინანსებულია გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ და მას ახორციელებს DVV International საქართველო. მოგესალმებით მეგობრებო. ეს თეთრი კარავია და მე მსახიობი ეკა ჩხეიძე გახლავართ. დღესაც ჩვენი ეთერის მთავარი თემა ემიგრანტი ქალებია. აი, უკვე ვიღაც გვიკავშირდება. გისმენთ? გაგვეცანით თუ შეიძლება საიდან ხართ, რამდენი წლით ბრძანდებით? მეგობრებო, მე მქვია ლიანა და 14 წელია რაც ამერიკაში ვცხოვრობ. მალე ვაპირებ დაბრუნებას. რადგან უკვე თითქმის ყველა ის პრობლემა მოვაგვარე, რისთვისაც ამხელა გზაზე წამოვედი და თანაც მე თუ მკითხავ, ჩემს ქვეყანას ქვეყანა არ სჯობს. დიახაც ნამდვილად ასეა. სამშობლოდან შორს ყოფნამ ბევრი რამ სხვანაირად დამანახა და ბევრ რამეზე შემეცვალა აზრი და შეხედულება. ერთი რასაც პირველ რიგში განვახორციელებ, გეგმაში მაქვს, რომ ქალაქის ცენტრიდან, სადაც 6 ოთახიანი ბინა მაქვს, ქალაქის გარეუბანში გადავიდე. საკუთარ ეზოიანი სახლი უნდა ვიყიდო, სადაც პატარა მიწის ნაკვეთი მექნება. ბაღჩას გავაშენებ, რომ ჩემი ოჯახისთვის საკმარისი ბოსტნეული და ხილი მქონდეს. 1-2 ქათამის მეყოლება, ისეთები კვერცხებს რომდებენ და რაც მთავარია სუფთა ჰაერი. აბა კეთილი სურვილებით, გემშვიდობებით. დიდი მადლობა. აი, ისევ ზარია. გისმენთ? პირდაპირ ეთერში ხართ. გამარჯობათ. ახლა მინდა რაღაც თქვა. და ვიცი რომ ზუსტად ჩამქოლავთ, მაგრამ მაინც უნდა თქვა რა. იმასაც ვიტყვი, შენი საქმე არ არის და მართალი ხარ, ჩემი საქმე მართლა არ არის, მაგრამ ვარ თქვა არ შემიძლია. გუშინ სამსახურში გვიან 9 იყო დაწყებული და სახში მივდიოდი და მეგობარმა დამირეკა რომ მე გოგოები არის, ქალები არიან ჩამოსულიო რა, რომ ის ავტობუსი მოყვნენ და ვიცნა დახვედრილი იყვნენ 1 საათი არ იქნებაო რა და თუ არ შეწუხდები თუ სახში დაღლილი არ ახარო გადიო და იქვე ვცხოვრობ მეც ახლოში და მაგითო დამირეკა. და კი მეთქი არ არის პრობლემა, აგერ ვარ და გავიქცევი მეთქი და მივედი მართლა და გული ჩამწყდა ხალხო. გული ჩამწყდა 6 ქალბატონი, 6-ვე 65-70 წლის. 67 წლის. სადუშობ თქვენ დედებს, თქვენს ბებიებს, სადუშობ არ გცხვენიათ? თუ აქ ხეზე დაგიკრიფავს ფულებს და გამოგიგზავნით. რამ გადაგრიათ ხალხო, რამ გაგაგიჟათ ასე? ვიცი რომ გიჭირთ. ვიცი მე ვინ აქ გალხინებული არავინ არ მოდის, მაგრამ თქვენ წამოგბძანდით. სად უშვებ ამ ხელა ქალს? სად? ან მაგის სამუშაო როგორ იქნება აქ? ძლის დადის ხალხი, არ გცხვენიათ? გაგვეცანით თუ შეიძლება საიდან გვიკავშირდებით? მოგესალმებით, მე მქვია ნატო. ვარ 59 წლის. ამ ხმოვანწერილს გიგზავნით შვედეთიდან. კერძოდ კი სტოკჰოლმიდან. სადაც უკვე 11 წელია ვცხოვრობ და ჩემი შთაბეჭდილებები მინდა რომ გაგიზიაროთ. მეგობრებო, პირველი შოკი რაც აქ ჩამოსვლისას მივიღე იყო ის, რომ აქ თითქმის სულ ზამთარია. მაქსიმუმ 2-3 კვირა შეიძლება იყოს ზაფხული და ისიც ისეთი ჩვენთან სექტემბერ-ოქტომბერში რომ იცის. მაგრამ არ იცით როგორ ემზადებიან ამ ზაფხულისთვის აქაურები. ყოველი დღე ისეთი მნიშვნელოვანია მათთვის და ისეთ დღესასწაულებს იწყობენ ვერც კი წარმოიდგენთ. ჯერ ხო ყველა ველოსიპედით დადის ქუჩაში. და ერთ ქალს ვერ ნახავთ რომ ველოსიპედზე წინ დიდი მოწნული კალათი არ ქონდეს დამაგრებული სავსე ყვავილებით. ამ 2 კვირისთვის აქ ქალები იმდენ ზაფხულის კაბას იმარაგებენ რომ ყოველი დღე სხვადასხვა ეცვათ. ეს რაც შეეხება ზაფხულს. თავარი აღმოჩენა ჩემთვის მაინც ზამთარში მოხდა. როცა დავრწმუნდი რომ
აქ არ არსებობს ოჯახი, რომელსაც ცალკე ოთახი არ ჰქონდეს, იმისთვის, რომ ზამთარი გაიხალისონ და აი რას გულისხმობ. ნამდვილად სჭირდება ერთი ოთახი იმას, სადაც ოჯახის ყველა წევრისთვის ინახება თხილამურები, ციგურები, ციგები და 1000 გვარი ზამთრის გასართობი ტექნიკა იქნება თუ აღჭურვილობა. რა ვიცი, რა თქვა, მართლა ყველაფერი მოგცა იმისთვის, რომ ბედნიერად გვეცხოვრა ჩვენს ქვეყანაში, მაგრამ თავარი არ გვაქვს. უნარი იმისა, რომ ყოველი დღე როგორ გავხადოთ ბედნიერი. ეს არ ვიცით და არც გვინდა რომ ვიცოდეთ. ეს არის ჩემი გულისწყობა. დიდი მადლობა. ძვირფასო მეგობრებო, ჩვენი საეთერო დრო ამოიწურა და მე ისევ ერთი კვირით გემშვიდობებით. მომავალ შეხვედრამდე. ველოდებით თქვენს წერილებს თეთრ კარავში.